ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ხურვალეთის მიმდებარე 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია. ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუსში აცხადებენ, რომ გრძელდება აქტიური მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა. მამუკა მდინარეძემ ლევან იოსელიანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტები გააცნო. სუსის ხელმძღვანელმა და ომბუდსმენმა ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე ემსჯელეს. განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებაზე. ასევე ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე. როდესაც გერმანიის ელჩი პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც მხარდაჭერა გამოუცხადა, ქართული ოცნების თბილისის საარჩევნო შტაბს ფაშისტური რეჟიმით თავს ესხმოდნენ. წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერის გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, სადაც ელჩი წერს, რომ გერმანიის მთავრობა მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე აქვეყნებს ფიშერის პოსტს, სადაც გერმანიის ელჩი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრობს. მაშინ როდესაც გერმანიის ელჩი ამ პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ის რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, ქართული ოცნების თბილისის საარჩევნო შტაბს ფაშისტური ყიჟინით თავს ესხმოდნენ. მას ეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არ დაუგმია და არც ამ ექსტრემისტული ჯგუფის მხარდაჭერა გაუხმია უკან. ამიტომ ელჩის მხრიდან საპირისპიროს მტკიცება არასწორია. არ არის სიმართლე. აკრედიტებული დიპლომატის მიერ მასპინძელ ქვეყანაში ექსტრემისტული ჯგუფების მხარდაჭერა ვენის კონვენციის 51 მუხლის უხეში დარღვევაა. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს თბილისის მერი დედაქალაქის მთავრობის ხდომიდან გამოეხმაურა. რადიკალთა დაჯგუფება ზიზღის ენით დაუპირისპირდა მმართველი პარტიის წევრებს, მედიას და ყველას, ვინც მათ გვერდით ადგას. განაცხადა კახა კალაძე. მელიქიშვილის გამზირზე საარჩევნო შტაბთან დაზიანებულია ბანერები, რომელზეც წარწერები უშინ აქციის მონაწილეებმა გააკეთეს. აქტივისტებმა შენობის მისამართით ბოთლები და კვერცხები ისროლეს. ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაულის 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ფსევდოლიბერალების იმ აგრესიულ ძალადობრივ ჯგუფს, რომელიც ბოლო წლებია ქვეყნის აყირავების მცდელობით არის დაკავებული და უცხო ძალის დაკვეთით მოქმედებს, აქვს სურვილი თუნდაც მცირე არეულობა შემოიტანოს ქვეყანაში და ხელი შეუშალოს ზოგადად წინა საარჩევნო კამპანიას და ჩემს საარჩევნო კამპანიას. ყველამ კარგად დაინახა, რა პროცესები განვითარდა თბილისის საარჩევნო შტაბის გარშემო რადიკალთა ძალადობრივი დაჯგუფება, პროვოკაციული ქმედებებით, აგრესიით, უწმაწური შეძახილებით, გინებით, ზიზღის ენით დაუპირისპირდა მმართველი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, მედიის წარმომადგენლებს, რიგით გამვლელებს, ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას. ეხლა მიზანი ცხადია, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა და საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა. ზოგადად კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, მაშინაც კი, როდესაც ქალს ქალის სახე აქვს დაკარგული, არ ცნობენ არც საკუთარ სქესს, არც ეროვნებას, არც რელიგიას, არც სამშობლოს, აღარაფერს ვამბობ მათ მორალსა და ზოგადად ზნეობაზე. ეს არის გარედან დაფინანსებული, აგრესიული, ძალადობრივი დაჯგუფება. ასეთი ინდივიდების ჩამოყალიბების პროცესი დღეს და გუშინ არ დაწყებულა, მიზანმიმართულად ხდებოდა სხვადასხვა ინსტიტუციებში მათი გაწვრთნა, დატრენინგება, უსამშობლო მასად ქცევა. ამ ყველაფრისთვის წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა. გახსოვთ, ალბათ წლების წინ გაგახსენოთ მინდა გია ბუღაძის ინიციატივით სამხატვრო აკადემიაში ჩატარებული პერფორმანსი, სადაც პირისპირ სხდომი ახალგაზრდები ერთმანეთს აფურთხებდნენ. წარმოუდგენელი იყო ეს ყველაფერი და ეს კონცეპტუალურ პროექტად დასახელდა მაშინ. ასეთივე დამაჯერებლობით, რასაკვირველია დამაჯერებლობით ბრწყალებში ცდილობენ ახლაც ლიბერალური
ფაშიზმის წარმომადგენლები ზიზღი, სიძულვილი, შეურაცხყოფა დემოკრატიულ პროცესად წარმოაჩინონ, რაც ცხადია განწირულია წარუმატებლობისთვის. ჩვენ მათ ყველა ქმედებას მოთმინებით უნდა უპასუხოთ, რადგან სწორედ სიძულვილით პასუხი არის ის, რასაც ეს ადამიანები ელოდებიან. ჩვენ უნდა მოვიქცეთ არა მათი უღირსობით, არამედ ჩვენი ღირსების შესაბამისად. აქცია მელიქიშვილის გამზირზე ფილარმონიასთან დაიწყო და კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეებმა შტაბთან განლაგებული რკინის ჯებირები დაშალეს და სხვადასხვა საგნებით ჩახერგეს შენობის შესასვლელი. ისმოდა ქართული ოცნების წევრებისა და მხარდაჭერების მისამართით შეურაცხყოფელი შეძახილებიც. არ იმყოფებოდით აქციაზე კალოძის შტაბთან? კი, მე მივედი. აქციებში ხანდახან ვიღებ მონაწილეობას, კი ბატონო, მაგრამ რა ვის უშლიდი იმას დავხია მუშაობას, ჩაჩეულებრივი პოილია. მე რა გიგმა უნდა მქონდეს, ჩეულებრივ აქტივისტ, რა გიგმა უნდა მქონდეს. გრძელდება ნაცორკების დაგეგმილი, კარგად გააზრებული პროვოკაცია, ისინი კარგად იაზრებენ, რომ არჩევნებში კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა მნიშვნელობა არ აქვს, როგორი დაჯგუფებით გამოვა, ძალიან დიდი ანგარიშით დამარცხდება ქართულ ოცნებასთან და მათ სურთ, რომ არეულობა მოხდეს არჩევნებამდე, იქიდან გამომდინარე, რომ განწირულები არიან. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ჩვეულებრივად საშტაბო მუშაობას, რა თქმა უნდა, და ვიღებ ძალიან ბევრ მოქალაქეს, ძალიან ბევრი ჩვენი მხარდამჭერი მოდის ჩვენთან შტაბში და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმ ბიჭებს, ვინც გუშინ შტაბში იმყოფებოდნენ. ფაქტობრივად ხელები ეკავებოდათ, ისე უნდათ გარეთ გასვლა და პასუხისგაცემა, მაგრამ აი ეს იყო ნამდვილად ქართული ღირსეული საქციელი და მათ მოახერხეს თავის შეკავება, რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევის შედეგად დაგვიჯდა ეგ ყველაფერი. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდოთ ჩვენ მხარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებს, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, ვინაიდან ნებისმიერ პროვოკაციაზე წამოგება ნიშნავს მათსავე წისქვილზე წყლის დასხმას, იქიდან გამომდინარე, რომ განწირულები არიან სხვანაირად არჩევნებში. ეუთოდირის გადაწყვეტილებას არ გამოგზავნოს მისია საქართველოში პოლიტიკური შეფასებები მოყვა. ორგანიზაციამ ოფიციალური უარის მიზეზად არასაკმარისი დრო დაასახელა. მართულ გუნდში განმარტავენ, რომ ვადები არც ერთ დოკუმენტში გაწერილი არ არის. უარის მიზეზი კი ბუნდოვანია. უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ეუთოდირის გადაწყვეტილებას სხვა ახსნა აქვს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მისიამ მოსალოდნელ ზეწოლას თავი არიდა, რადგან წინასწარ იცოდნენ, რომ კრიტიკულ დასკვნას ვერ მოამზადებდნენ. ეს იქნება სამწუხაროდ პირველი არჩევნები მუნიციპალურ დონეზე, რომელიც ეუთოდირის და სხვა ანგარიშგასაწევი სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩატარდება. ეუთოდირის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სრულფასოვანი დაკვირვებისთვის არჩევნებამდე დაკვირვებაა აუცილებელი. გრძელდებოდა ეუთოდირის გაშავება, ბულინგი, მათ აბრალებდნენ, რომ თითქოს რაღაცა კორუფციული ორგანიზაცია იყო და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ მართლა ვარაუდობდით, რომ კი ბატონო, მოწვევა გავაგზავნეთ, რომ სასპეკულაციო ყველასთვის დაგვეკეტა ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ ისინი მოვიწვიეთ, თუმცა რაღაცა თითიდან გამოწვეული საბაბით ამობენ უარს ჩამობრძანებაზე, თუმცა რეალური მიზეზი არის ის, რომ ისინი რომ დააკვირდებიან არჩევნებს, ყველაფერი მიმდინარეობს ჩვენი მხრიდან ძალიან მშვიდი გარემოს ფარგლებში, წინასაარჩევნო პირობები არის შექმნილი უმაღლეს დონეზე. არჩევნებიც ჩატარდება იგივენაირად უმაღლეს დონეზე და ისევ მოუწევთ დაწერა, რომ ცესკო მოახდინა არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ადმინისტრირება და შესაბამისად იციან, რომ ამაზე კიდე დამატებითი ბულინგი იქნება მათი მისამართით და შესაბამისად ისინი ცდილობენ, რომ ეს ბულინგი თავიდან აირიდონ. სიმართლე გითხრათ, მე ამ გადაწყვეტილებასაც ველოდებოდი, რომ ისინი არ ჩამოვიდოდნენ იმის გათვალისწინებით, ჩვენ თუ გავიხსენებთ, რა დღე დააყარეს მათ მიერ გაკეთებულ საბოლოო დასკვნას და შეფასებას საპარლამენტო არჩევნებზე. ჯერ ხო გადაუარეს ფეხქვეშ გათელეს დასკვნა, რომელიც იქნა წარმოდგენილი. არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულმა აგენტებმა, ქვეყნის გარეთ იმ ბოროტმა ძალებმა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ხალხს ებრძვის დღეს. და მესმის ახლა ამ ორგანიზაციის, ხო, თავშეკავებულები არიან და არ უნდათ ისევ ამ სიბინძურეში გაერთიანდნენ.
4 ოქტომბრის არჩევნებისთვის 16 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია უკვე დარეგისტრირდა. ამის შესახებ დღეს მედიასთან CSKO სპიკერმა ისაუბრა. ასევე მისი თქმით აქტიურად მიმდინარეობს არჩევნებში მონაწილე პირების გადამზადების პროცესი. ქვეყნის მასშტაბით უკვე გახსნილია 3051 უბანი, საიდანაც 2284-ზე ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიებით იქნება შესაძლებელი. მოგახსენებთ, რომ 3051 უბნიდან 2284 უბანზე ამომრჩევლები კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება კენჭისყრა. ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით შეუძლიათ, რომ 16 სექტემბრის ჩათვლით მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას ან მიმართონ სერვისების განვითარების სააგენტოს. ამ დროისთვის არის უკვე დარეგისტრირებული 16 საერთაშორისო ორგანიზაცია და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, თუმცა როგორც მოგახსენეთ, ვადები ჯერ არსებობს. საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ არჩევნებისთვის აი ეს ჭრილი, რომელზეც იყო საუბარი, რომ ფარულობა ირღვეოდა, მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვეთანხმებით ამ პოზიციას, იმიტომ რომ გამოყენებული იყო ამისათვის ჩარჩოკონვერტი, დარჩა ჩარჩოკონვერტი და კიდევ ჭრილზე დასამაგრებელი, ასე ვთქვათ, ჭრილზე ვამაგრებთ კიდევ საფარს. საარჩევნო ადმინისტრაცია დგამს ნაბიჯებს, რომელიც არ დატოვებს სივრცეს სპეკულაციებისთვის. Rodemde გაგრძელდება გახარიას გუნდის საპარლამენტო ბოიკოტი. პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ არჩევნების შემდეგ მათი პოზიცია გადაიხედოს. თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიწერილი დოკუმენტებით გაირკვა, რომ პარტიის მანდატ შეჩერებული დეპუტატების 8 ადგილმონაცვლე მანდატების შენარჩუნებას ითხოვს. თუმცა თავად პარტიაში ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ პროცედურული საკითხია და ისინი ამ ეტაპზე ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ქართულ ოცნებაში დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნების შემდეგ გახარიას გუნდი პარლამენტში შევა. ჩვენ არ ჩაგვიხსნია საპარლამენტო სიები. მეორე მათგანი ეწეოდა ისეთ საქმიანობას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის შეუთავსებელი პარლამენტის წევრის საქმიანობას. ფორმალურად ამ ადამიანებმა თქვეს ამ შეუთავსებელ საქმიანობაზე უარი, რაც არის პარლამენტის წევრთან შეუთავსებელი საქმიანობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ისინი შედიან პარლამენტში. ჩვენ ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით, მანამ სანამ არ იქნება გადაწყვეტილება სხვაგვარი, ჩვენი პარტია რჩება პოლიტიკურ ბოიკოტში. 12 წევრი უკვე არიან პარლამენტის წევრები, თუ წარმოადგენენ ასე ვთქვათ, განცხადებას, რომ სურთ დატოვონ პარლამენტი, მაშინ პარლამენტი ამაზე იმსჯელებს. გახარიას ჩვენ ვიცით, რომ განცხადებული პოლიტიკაა, რომ იმოქმედებს იმის დამიხედვით, როგორც ჩათვლის საჭიროდ, ხო? იმიტომაც არის, რომ ოპოზიციის ნაწილისაგან წყერვაკრულვას იმსახურებს. ამიტომ დიდი ალბათობით ისინი ამ არჩევნების დასრულების შემდეგ სიტუაციის დამიხედვით იმოქმედებენ და შემოვლენ პარლამენტში. ჰელსინკის კომისია დღეს საქართველოს შესახებ მოსმენას გამართავს. ოფიციალურ რელიზში წერია, რომ ქართულმა ოცნებამ საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით. შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილს, თინა ხიდაშვილს და ლუკ კოფის მოусმენენ. ქართულ ოცნებაში ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც შტატები და ევროკავშირის ქვეყნები თავად თანამშრომლობენ ჩინეთთან და მილიარდობით დოლარის სავაჭრო ბრუნვა აქვთ. მართველი გუნდი მოსმენაზე მიწვეულ პირებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. საკუთარი სამშობლოს დასასმენად არიან ჩასულები. ჩვენ გვაქვს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, უმნიშვნელოვანესია ძალიან ვუფრთხილდებით ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც არის სხვათა შორის ხელშესახები უმოკლეს ვადაში ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, როგორც ინვესტიციების თვალსაზრისით, ასევე თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით, როგორ შეიძლება რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მაგალითად ჩინეთთან ურთიერთობა და ჩინეთთან ეკონომიკური კავშირი იყოს მნიშვნელოვანი, ხოლო იგივე საქართველოსთვის არ მოადგენდეს პრობლემას. აი ამ ყველაფრის, აი ამ მარტივი ჭეშმარიტების ტყუილის სახით და გაშევების სახით გადმოტანას ცდილობს ნაციონალური მოძრაობა. ჩინეთის ინტერესების გაძლიერება ამ ქვეყანაში არის პრობლემა იმ კონტექსტში, რა კონტექსტის მე თქვენ გითხარით. ეს კონტექსტი არის ესე, როდესაც აქეთა მხარეს გაქვს თლიანად დაკარგული ევროპული განვითარების პერსპექტივა, რომ როდესაც დაკარგული გაქვს ამერიკასთან საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორობა, როდესაც ქვეყანას მიაქანებ მხოლოდ იზოლაციისკენ, ეს არის პრობლემა, ცხადია.
პერიოდულად თავად მისი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენელსაც პრეზიდენტს ტრამპს აქვს მცდელობები ჩინეთთან ურთიერთობების დარეგულირების, მათ შორის თანამშრომლობის, სხვადასხვა ფორმატებში შეხვედრის. ხედავთ, რომ ევროკავშირის ფარგლებშიც ქვეყნები სტრატეგიულ თანამშრომლობას, სხვადასხვა პარტნიორობას, ეკონომიკურ აქტივობას აუმჯობესებენ ჩინეთთან და როდესაც ამის ფონზე ერთ პატარა საქართველოს საყვედურობენ ჩინეთთან ურთიერთობით და თანამშრომლობით, რომელიც ჩვენთვის სწორედაც რომ ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიცირების საშუალებას გვაძლევს და არ გვხდის რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე ჩამოკიდებულად და პირიქით ეს არის ძალიან სწორი ეკონომიკური და პოლიტიკური სტრატეგია. ამის ფონზე როდესაც ჯო ვილსონი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, მე ვფიქრობ, რომ სრული აბსურდი არის ის ყველაფერი, რაზეც ის საუბრობს. კორუფციის არარსებობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო 20-ში. ევროკომისიამ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში კორუფციის არარსებობის ინდექსს აქვეყნებს. საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 77% მიიღო და მსოფლიოში 35 ადგილზე გავიდა. კორუფციის არარსებობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას. ევროკავშირის და ნატოს წევრ 14 სახელმწიფოს. ევროპაში კორუფციის სიდიდით პირველ სამეულში უკრაინა, ალბანეთი და მოლდოვა არიან. კვლევაც ხატყობს, რომ საქართველოში კორუფციის დონე არის ძალიან დაბალი. კორუფციის არარსებობით საქართველო არის ევროპის საუკეთესო 20-ში, მსოფლიოში 35 პოზიციაზე და გამორჩეულია რეგიონში. მთლიან პროცესში შესწავლილი იქნა როგორც სამ ფაქტორზე დაყრდნობით, ეს არის მეკრთამეობა, ეს არის საჯარო რესურსების მითვისება და საჯარო და კერძო ინტერესის არასადენოდო გავლენა. ამ სამ ფაქტორის გაანალიზებით საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად არაკორუმპირებული ქვეყანა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0% შეადგენს. ბანკის ინფორმაციით, როგორც მოსალოდნელი იყო ინფლაცია დროებით მიზნობრივ დონეზე მაღლა ნარჩუნდება და 2025 წელს 3.8%-ის ფარგლებში იქნება. სებში აცხადებენ, რომ ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შეინარჩუნა და რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვა. როგორც ეროვნული ბანკის პროგნოზით მოსალოდნელი იყო, ინფლაცია 3.3%-იან მაჩვენებელთან შედარებით ზომიერად არის გასდილი და აგვისტოს მდგომარეობით 4.6% შეადგენს, თუმცა საბაზო ინფლაცია, რომელიც მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის ენერგორესურსების ფასებს გამორიცხავს, კვლავ 3.3%-იანი მაჩვენებლის ქვემოთ არის და აგვისტოს მდგომარეობით 2.8% შეადგინა. ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის მიხედვით ინფლაცია 3.3%-იან მაჩვენებელთან შედარებით ზომიერად გასდილი, მხოლოდ დროებით იქნება და საბოლოო ჯამში 2025 წელს საშუალოდ 3.8% იქნება. შემდეგ კი ეტაპობრივად დაუბრუნდება კვლავ 3.3%-იან მაჩვენებელს. დაკავება ნარკოდანაშაულისთვის. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ბრალდებით წარსულში ნასამართლები პირი დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის შრეკისას ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით 25 ძირი მცენარე კანაფი ამოიღეს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის 2 მოქალაქე დააკავა. გამოძიება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაიწყო. სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ამოიღო. დანაშაული 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში 3100 გრძივ მეტრზე სრულად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ასევე მოეწყო სანიაღვრე სისტემა და საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსა. ქუჩაზე მოეწყო გარეგანათების ახალი სისტემა, დაიგო ასფალტის საფარი. ასევე მოეწყო ტროტუარი, დაიხაზა სავალი ნაწილი, ზებრა გადასასვლელები და დამონტაჟდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი შუქნიშნები. ქუჩის რეაბილიტაციაზე სულ 24 მილიონი ლარი დაიხარჯა. ვინც ამ გზას იყენებდა და იყენებს დამეთანხმება, რომ უბრალოდ ავტომობილით გადაადგილება რამხელა დისკომფორტს წარმოადგენდა.
შესაბამისად, პირველი რაც გავაკეთეთ, ეს არის კომუნიკაციების განახლება, მოწესრიგება, თვითონ საგზაო ნაწილს რაც შეეხება 3 კილომეტრზე ცოტა მეტი არის გახოკიძის ქუჩა და დღეს მთლიანად განახლებული, მოწესრიგებული, თავისი ახალი განათების ბოძებით, გამწვანების სამუშაოები. აი ხა სადაც ვიმყოფებით, აქვე კორპუსებთან არსებული ტერიტორიის გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ძალიან მაგარი 3 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა პარკი. არ შემიძლია არ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადაუხადო ადგილობრივ მოსახლეობას, მინდა მადლობა უთხრა მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, იმიტომ რომ 100-მდე უკანონო ფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. აი წარმოუდგენელია, ყველაზე მსხვილი პროექტი ფარეხების დემონტაჟის თვალსაზრისით მოხდა ამ არეალში. ინფრასტრუქტურის მინისტრი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა. რევაზ სოხაძემ სამინისტროს გუნდთან ერთად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს სამინისტროს სისტემაში განხორციელებული სიახლეები, მიმდინარე პროცესები და სტრატეგიული გეგმები გააცნო. მათ შორის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც უახლოეს პერიოდში აპირებენ. ბიზნეს ასოციაციის წევრებმა კი კერძო სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. Honda შეხვედრა ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელთაც გავაცანით ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიმდინარე ცვლილებები და ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტების შესახებ ვისაუბრეთ. ასევე ჰქონდა საუბარი იმ საჭიროებებზე და პრობლემებზე, რაც ბიზნესს გააჩნია. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ ასოციაციასთანაც, თითოეულ ბიზნესმენთან, გამომდინარე მათი პრობლემებიდან და ასევე იმ შესაძლებლობებიდან, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო თავისი დაგეგმილი პროექტებით აჩენს ბიზნესისთვის, ბიზნესის კუთხით და ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი იქნება ეს თანამშრომლობა თითოეული ჩვენთაგანისთვის. ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან. აქ იყო წარმოდგენილი ძირითადი სიფების ხელმძღვანელები, შესაბამისად ბიზნეს უშუალოდ ქონა შესაძლებლობა ის გამოწვევები და პრობლემები, ის მიმართულებები, რაც დღეს საინტერესოა ბიზნესთვის პირადად წარმოედგინათ მათთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში იყოს ესეთი უშუალო დიალოგი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის. საქართველოს განათლების მინისტრი თელავის უნივერსიტეტს ესტუმრა. გივი მიქანაძემ ახლად რეაბილიტირებული მეორე კორპუსი დაათვალიერა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაიცნო. მოინახულა უნივერსიტეტის კვლევითი ლაბორატორიები, ღვინის მარანი და სპორტული დარბაზი, რომლის სრული რეაბილიტაციისთვისაც სამინისტრომ 495,000 ლარი გამოყო. 10 წლებია ეს უნივერსიტეტი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალ კადრებს ზრდის და განსაკუთრებული აქცენტები ამ უნივერსიტეტში გაკეთებული არის აგრარულ მიმართულებაზე. ჩვენ გავეცანით იმ ლაბორატორიულ შესაძლებლობებს, რომელიც უნივერსიტეტს გააჩნია და ეს არის თანამედროვე ლაბორატორიები, სადაც უნივერსიტეტში მოსწავლე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვს, რომ განავითარონ თავიანთი უნარჩვევები. სამინისტრო აგრძელებს რეგიონული უნივერსიტეტების აქტიურ მხარდაჭერას. პერმანენტულად მიმდინარეობს უნივერსიტეტში სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტები, ინფრასტრუქტურული პროექტებს გულისხმობ. ბატონი მინისტრი და მისი პირველი მოადგილე გაეცნენ განახლებულ ლაბორატორიებს, ახალი აპარატურით აღჭურვილს, გაეცნან ახალ მეორე კორპუსის მიმდინარე სამუშაოებს, ფასადს, შიდა სამუშაოებს, რაც გატარდა ინფრასტრუქტურული პროექტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს 3 ახალი პროექტია. ჯანდაცვის მინისტრი რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლის წყაროს სამედიცინო დაწესებულებას ესტუმრა. მიხეილ სარჯველაძე კლინიკის ინფრასტრუქტურასა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაიცნო. შეხვდა სამედიცინო პერსონალს, სადაც მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ისაუბრეს ამჟამინდელ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეგიონისთვის სამედიცინო სერვისების უზრუნველსაყოფად ამ კლინიკის გამართული უზრუნველყოფისთვის ყველა პირობის შექმნა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პრობლემატიკის მიმდინარე, ასე ვთქვათ, საჭიროებების შესახებ ინფორმაციის უშუალოდ ნახვა და გაცნობა და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა. რაც მინდა განსაკუთრებულად ხაზგასმით აღვნიშნო, ეს არის ადგილობრივი პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია და აი ამ კოლექტივის მთლიანი შემადგენლობის უნარი, რომ რეალურად ძალიან სერიოზულ გამოწვევებს შეიძლება ისინი გაუმკლავდნენ. შეხვდა თანამშრომლებს, ადგილზე გაეცნო ჩვენს პრობლემებს, შეგვპირდა პრობლემების აღმოფხვრას წლის ბოლომდე, რაც რა თქმა უნდა, კარგად იმოქმედებს და გაზრდის ჩვენი მომსახურების ხარისხს.
მომიტინგეებს და ძალოვანებს შორის პარიზში შეტაკებები მოხდა. პოლიციამ სრებსადენი აირი გამოიყენა. ფრანგული მედიის ცნობით ქუჩებში აქტივისტებმა ნაგვის ურნების გამოყენებით მოაწყვეს ბარიკადები და გააჩინეს ცეცხლი. საპასუხოდ პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში დემონსტრაციებზე დაკავებულია 300-ზე მეტი პირი. პროტესტის მიზეზი საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური ზომები გახდა, რომელიც საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. საფრანგეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ამ პოსტზე ემანუელ მაკრონმა ყოფილი თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ დანიშნა. ელისეის სასახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ახალ პრემიერს ეროვნული ასამბლეის პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციები და მომავალი წლის ბიუჯეტის მიღება უკვე დაავალა. ლეკორნუს წინამორბედს ფრანსუა ბაირუს საფრანგეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. მიზეზი ეკონომიკური პოლიტიკაა. პოლონეთმა დაადასტურა, რომ ღამით ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსეთმა უპრეცედენტოდ დაარღვია. ჩამოგდებულია 19 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია. პოლონეთში მიმდინარე ვითარების შესახებ ინფორმირებულია ნატოს გენერალური მდივანი. საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ქვეყანაში ტერიტორიული თავდაცვის ძალების საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ ნატოს წევრი სახელმწიფოები. როიტერი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პოლონეთის ტერიტორიაზე დრონების შეჭრას თავდასხმად არ მიიჩნევს. პოლონეთს სოლიდარობა გამოუცხადა ევროკავშირმა. ვარშავაში რუსეთის საქმეთა დროებით მართლმუნებელმა მედიას განუცხადა, რომ პოლონეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების რუსული წარმომავლობის მტკიცებულება ამ დრომდე არ წარმოადგინა. ღამით პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია რუსული დრონების დიდმა რაოდენობამ. ეს დრონები, რომლებიც წარმოადგენდნენ პირდაპირ საფრთხეს, განადგურებულია. საშიშროება აღმოიფხვრა. სავარაუდოდ საქმე გვაქვს ფართო მასშტაბიან პროვოკაციასთან. ჩვენ მუდმივ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ჩვენს მოკავშირეებთან. კავშირზე ვართ ნატოს გენერალურ მდივანთან, რათა უახლოეს საათებში და დღეებში, შემდგომ მომავალშიც ისევე ეფექტურად ვიმოქმედოთ, როგორც ამ ღამით. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილია. ჩვენ მზად ვართ გავუმკლავდეთ მსგავს პროვოკაციებსა და თავდასხმებს. ჩვენ კარგად ვართ მომზადებული, თუმცა სიტუაცია სერიოზულია და დღეს უკვე არავის შეიძლება ეჭვი ჰქონდეს, რომ ჩვენ სხვადასხვა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. 10-ზე მეტი რუსული შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით პოლონეთის და ევროპის საჰაერო სივრცის წინ დაუხედავი უპრეცედენტო დარღვევა ვნახეთ. ევროპა სრული სოლიდარობით დგას პოლონეთის გვერდით. ჩვენი გზავნილი ნათელია და ევროპის პასუხიც ნათელი უნდა იყოს. რუსეთზე უფრო დიდი ზეწოლა უნდა განვახორციელოთ, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ. მეტი სანქციებია საჭირო. პარტნიორებთან კოორდინაციით ახლა სანქციების მე-19 პაკეტზე ვმუშაობთ. საჰაერო განგაში გამოცხადდა ღამით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალებმა ქვეყნის რეგიონების მიმართულებით კალიბრის ტიპის ათობით რაკეტა და დრონი გაუშვეს. ჟიტომირის ოლქში თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ერთი. იერიშების შედეგად ვინიცაში მდებარე სამრეწველო ობიექტზე მასშტაბური ხანძარია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხმელენსკის და ჩერკასის ოლქებში დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და არ არიან დაშავებულები. დოჰაში ისრაელის დარტყმას სავარაუდო ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის მთავარი მომლაპარაკებელი და ღაზის სექტორის მეთაური გადაურჩა. იტყობინება მედია. ცახალის იერიშ სულ 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ლიკვიდირებულია ჰამასის 5 წევრი. ყატარის პრემიერ-მინისტრმა დედაქალაქის ტერიტორიაზე დარტყმა დაგმოდა მომხდარს ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ განხორციელებული ტერორიზმი უწოდა. ქვეყანამ გაეროს უშიშროების საბჭოს უკვე აცნობა, რომ რეგიონული უსაფრთხოების დარღვევას არ შეეგუება. მომხდარს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ტრამპმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ისრაელის ქმედებების შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა. ისრაელის პრემიერმა კი დაადასტურა, რომ დოჰაში ჰამასის ლიდერების წინააღმდეგ ოპერაცია ისრაელმა განახორციელა და პასუხისმგებლობა სრულად აიღო. ისრაელის ქმედებები დაგმეს და საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასეს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ესპანეთმა. კურიერი ეთერში რეკლამის შემდეგ ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას.
თბილისობა წელს 20 და 21 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ღონისძიების მთავარი ლოკაციები ორბელიანის მოედანი და რიყის პარკი იქნება, სადაც ორ დღის განმავლობაში სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა დახვდებათ. 20 სექტემბერს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, ხოლო 21 სექტემბერს ევროპის მოედანზე საზეიმო კონცერტი ჩატარდება. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც წელს იმის გამო, რომ 4 ოქტომბერს არის არჩევნები, ჩატარდება 20-21 სექტემბერს. ღონისძიების მთავარი ლოკაციები კვლავ ორბელიანის მოედანი და რიყის პარკი იქნება, სადაც 2 დღის განმავლობაში სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა დახვდებათ. 20 სექტემბერს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ტრადიციულად საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც სატელევიზიო ეთერით გადაიცემა, ხოლო 21 სექტემბერს ევროპის მოედანზე საზეიმო კონცერტი ჩატარდება. რაც შეეხება დანარჩენ ღონისძიებებს, ორივე დღეს ორბელიანის მოედანზე წარმოდგენილი იქნება გამოფენები, თეატრალიზებული გასართობი თუ საბავშვო პროგრამები. აბანოთ უბანში 20-21 სექტემბერს ჩატარდება გამოფენა გაყიდვა, თბილისური მრავალფეროვნება, ხოლო რიყის პარკში მისულ სტუმრებს დახვდებათ საბავშვო წარმოდგენები და ქართული ესტრადის შემსრულებლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი. ორივე ლოკაციაზე დღის განმავლობაში ძალიან ბევრი აქტივობა დახვდება მოსულ მოქალაქეებს, როგორც ბავშვებზე მორგებულს, ისე დასრულებზე, რა თქმა უნდა, კვების ზონები, გამოფენა გაყიდვები, კონცერტები, სხვადასხვა წარმოდგენები დღის განმავლობაში. ხოლო 20-ში საღამოს 20 საათზე იქნება ტრადიციული საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია, რომელიც პირდაპირ ეთერით გადაიცემა და უკვე კვირას 9 საათზე ყველას ველოდებით ევროპის მოედანზე, სადაც ჩატარდება უკვე გალა კონცერტი. ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება ქალაქ ბორჯომში. განათლების მინისტრის მოადგილემ ახალგაზრდებს სკოლის წარჩინებით დასრულებას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მიულოცა. სულ 53 ოქროს და 13 ვერცხლის მედალი გაიცა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ფერწერული ნამუშევრების გამოფენა. ჩვენმა თავდაუზე გამოშრომამ გამოიღო შედეგი, დავჯილდოვდით ოქროსა და ვერცხლის მედლებით და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი мотивация არის ჩვენთვის, ჩვენი ტოლებისთვის და ზოგადად მომდევნო თაობებისთვის. 2023-24 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები დავაჯილდოვეთ. საგულისხმოა, რომ ბორჯომის რაიონში 20 საჯარო სკოლა არსებობს და ამ 20 საჯარო სკოლიდან 66 მედალოსანი ყავდა, მათ შორის 53 ოქროს მედალოსანი. გადავიცით ოქროსა და ვერცხლის მედლები 2023 და 24 წელს კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს. უსურვეთ მათ წარმატებები და წინსვლა მომავალ კარიერულ საქმიანობაში. სპორტის სასახლეში სიცოცხლის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. ფესტივალი, რომელიც უკვე მე-11 იმართება, ბავშვთა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ძალიან ბევრი ბავშვი მონაწილეობდა მხიარულ სტარტებში და შემდგომში სპორტის სამინისტრო ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ საქველმოქმედო ღონისძიებებს, რომელიც ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და სპორტის განვითარებას. დღე ძალიან მხიარული და ენერგიული დღე გქონდა. ჩემი შვილებიც კი მორჩენილი შვილობილებიც ასპარეზობდნენ. მადლობა მინდა გადავხადო ამ ულამაზესი დღესასწაულისთვის, მართლა დღესასწაულად გვიქციეს დღევანდელი შეჯიბრი სპორტის სამინისტროს. დღეს ვიმყოფებით სპორტის სასახლეში, სადაც ტარდება სიცოცხლის ფესტივალი. ამ ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მხიარული სტარტები. ჩვენ ძალიან კარგ დროს ვატარებთ, ძალიან გვიხარია, იმიტომ ენერგიულად ვარ და შემართებით ვარ. რუსთავში ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად გრძელდება. მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი ნინო ნალცაბიძე შეხვედრებს ქალაქის ყველა უბანში გუნდთან ერთად მართავს და მოსახლეობას იმ პროექტებს აცნობს, რომლის განხორციელებასაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში გეგმავს.
ქართული ოცნების რუსთავის გუნდი მერობის კანდიდატთან ერთად და ასევე რუსთავის საკრებულოში მომავალში უკვე ქართული ოცნების ფრაქციასთან ერთად ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციის და თანამშრომლობით შეასრულებს ყველა იმ დანაპირებს, ყველა იმ გეგმას, რომელიც დასახული აქვს მიზნად. აქვე უნდა ითქვას, რომ მოსახლეობისგან მოდის ძალიან დიდი პოზიტივი და აღნიშნავენ, რომ შეიძლება ვიღაცას არ ეჯერა 4 წლის წინ, 5 წლის წინ თუ შეიძლება ასეთი წარმატებული ყოფილიყო დღევანდელი რუსთავის ხელმძღვანელობაში მყოფი გუნდი, თუმცა მოლოდინმა ნამდვილად გაამართლა. შეხვედრამ ძალიან ისეთი გულთბილ ატმოსფეროში ჩაიერა. ქალაქის მერი და გუნდი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას, აცნობს მოსახლეობას 4 წლიან მუშაობის შედეგებს და გეგმებს, რომელიც მომდევნო 4 წლისთვის არის გაწერილი. აღსანიშნავია ძალიან დიდი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან. ჩვენ ქალაქში ბევრი რამე გაკეთა, თქმა უნდა, ამას დაუნახავთ ვარეს დაინახავს. და ვსკეთებელ ამოსდება ჩვენი ქალაქი ვითარდება, ასე რომ ვთქვათ. მოწოს მათ პოლიტიკა. უჭერ მხარს. თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და ქართული ოცნების მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ზურაბ ბაბაშიძე რუსთაველის, გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა უკვე განხორციელებულ პროექტებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. აწლების განმავლობაში და დარწმუნებული ხარ და სახელმწიფო კვადრატი. ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით სარაჯიშვილის ქუჩაზე, მთაწმინდის რაიონში, შეხვდით მოსახლეობას. საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ჩვენ მოსახლეობას გავაცანით ბატონი მერის მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც ეხება ისტორიულ უბნებში ჩანაცვლების პროგრამას, რადგანაც მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა. ჩვენ შეხვდით რუსთაველის, გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის მოსახლეობას, სადაც უამრავ საკითხზე იყო საუბარი, კონკრეტულად ისტორიულ უბანს რაც შეეხება, ის პრობლემები, რომელიც არსებობს დღეს და იმ გამოწვევებზე, საკმაოდ ინტერაქტიულია შეხვედრები. ძველი ნაძალადევი ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. დავით ჭელიძემ პარლამენტარ ირაკლი ხელაძესთან ერთად შეხვედრა ამჯერად ლოტკინის დასახლებაში, კიშინოვის ქუჩაზე გამართა. ისაუბრეს მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაზე და განსახორციელებელ გეგმებზე. თბილისის საკრებულოში ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას 4 წარმომადგენელი იყოლება. შეხვედრა გავმართეთ ჩვენ ლოტკინის მოსახლეობასთან. მოვისმინეთ ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემები, ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე, რომელიც ბატონი კახის თაოსნობით განხორციელდა ჩვენს რაიონში და მთელ თბილისში. განვიხილეთ პრობლემების მოგვარების გზები. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ლოტკინის მოსახლეობის მხარდაჭერის. ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე, იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს ადგილობრივ მაცხოვრებლებს. რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობაში იგრძნობა ძალიან კარგი განწყობა ქართული ოცნების მიმართ და ჩვენ დარწმუნებულები ვართ და გვჯერა, რომ ეს ყველაფერი 4 ოქტომბერს აისახება მათ არჩევანში და ქართული ოცნება მოიპოვებს დამაჯერებელ მეათე საიუბილეო გამარჯვებას. და გადაცემის ბოლოს საუბარს განვაგრძობთ სტუმართან. დღეს კურიერის ეთერს დავუთმობთ გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ მიხეილ რეხვიაშვილს, ის ქართულ ოცნებას გლდანის ლუწ მიკრორაიონებში წარმოადგენს.